ბელარუსებს საარჩევნო ბიულეტენზე 31 წელია უცვლელი სახელი ხვდებათ. ალექსანდრ ლუკაშენკა. მასთან ერთად არის სხვა სახელებიც, მაგრამ წინასწარ ყველა მიცის, რომ ეს არ ითვლება. წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ასეა. ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამო ციხეში ექსტრემიზმის ბრალდებით ხვდებიან, ცოტა თუ გაბედავს მოქმედ პრეზიდენტთან რეალურ ოპონირებას. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც როგორც კანდიდატების, ისე არჩევნების ლეგიტიმაცია უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვიყენებ ტერმინს სპეციალური საარჩევნო ოპერაცია. ეს კარგად ასახავს იმ სიტუაციას, რაც ბელარუსშია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად ტარდება იმგვარი ელექტორალური პროცესი, რომელსაც პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან. ალექსანდრ ლუკაშენკას მიერ აქამდე ჩატარებული არჩევნებიც შორს იყო დემოკრატიული სტანდარტებისგან, თუმცა ამჯერად მან საკუთარ თავს გადააჭარბა. ამ არჩევნებს არ ეყოლება ალტერნატიული აზრის მქონე მხარე, მათ შორის დამკვირვებლები. აღარაფერს ვიტყვი კომისიის წევრებზე. მათი სია წელს არც გამოუქვეყნებიათ. ნათელია, რომ ისინი ჩვეულებისამებრ ხელისუფლებასთან აფილირებულები არიან. წელს საზღვარგარეთ ერთი უბანიც კი არ იმუშავებს. ეს იმიტომ, რომ წარსულში არჩევნების საზღვარგარეთ გაყალბება რთული აღმოჩნდა. ზოგადად წინა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაზე ოპოზიციურად იყო განწყობილი ლუკაშენკას მიმართ. არსებობს ბელარუსული ნოუ-ჰაუ. ხმის მიცემა შეგეძლება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დაბრუნდები. იქ კი არ იცი რა გელის. საპრეზიდენტო კანდიდატებად კი ჩვენ გვყავს ერთი მთავარი გმირი და 4 სპოილერი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი გამოდის ლოზუნგით: არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად. ეს ფარსი, ცირკი და აბსურდია. საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილი ბელარუსში მართლაც არ მალავს, რომ ამ პროცესში ფორმალური როლი ერგოთ. მაგალითად, დეპუტატ ოლეგ გაიდუკოვიჩს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან ბელარუსში ლუკაშენკოს ნდობით აღჭურვილ პირად იცნობენ. ანა კანაპაცკაია კი დამოუკიდებელი კანდიდატია. თავს ოპოზიციონერად განიხილავს, თუმცა რეპრესიებთან დაკავშირებით სიტყვა ძუნწია. კიდევ ერთი კანდიდატი რესპუბლიკელი ალექსანდრ ხიჟნიაკია, შრომისა და სამართლიანობის პარტიიდან. ეს მისი პირველი არჩევნებია. კანდიდატთა სიაშია ასევე სერგეი სირანკოვიჩს, რომელიც კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და ამ მრჩეველს სტალინის ძეგლების აღდგენას პირდება. სწორედ მას ეკუთვნის ლოზუნგი არა პრეზიდენტის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად. Они, в принципе, этого не приятно. ყველა ეს კანდიდატი პირდაპირ ამბობს, რომ არსებულ სისტემას და ლუკაშენკას ემხრობიან. აი მაგალითად ოლეგ გაიდუკევიჩი, ყოფილი მილიციელი, ის ყოველ არჩევნებში მონაწილეობს და ამორჩეველს ლუკაშენკას რეჟიმთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას თავაზობს. იღებს ხმებს და შემდეგ მიდის. ის არაა ნამდვილი ოპოზიციონერი. ერთადერთი საინტერესო ფიგურა ანა კანაპაცკაია, ყოფილი დეპუტატი. ის პროსახელისუფლებო კანდიდატებთან ერთად აგროვებდა ხელმოწერებს და ხელს არავინ უშლიდა. ადმინისტრაციულ რესურსს იყენებენ იმისათვის, რომ მის გამოსვლებში ხალხმა მიიღოს მონაწილეობა. რათა გამოჩნდეს, ნახეთ ოპოზიციონერი გულს. ქვეყანაში, სადაც დაკავების შიშით მოქალაქეები ფინჯან ჩაიზე ვერ საუბრობენ, მიტინგზე ვერ გადიან და ცარიელ ფურცელს ხელში ვერ იჭერენ. გასაგებია, რომ ეს ლუკაშენკას გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ კანდიდატებს პოლიტიკოსებად არ განიხილავენ. რეალურ ოპოზიციონერებს კი არაფერი შეუძლიათ, რადგან ციხეში სხედან. 2020 წლის შემდეგ ბელარუსი 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მაშინ ლუკაშენკამ თავი საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა და მისივე მტკიცებით პრეზიდენტობის მე-6 ვადაშიც ხმათა 80%-ის მოპოვება შეძლო. ასე არ ფიქრობდა ასობით ათასი ბელარუსი, რომელთათვისაც გამარჯვებული პოლიტპატიმარი სერგეი ციხანოვსკის ცოლი სვეტლანა ციხანოვსკაია იყო. მასშტაბურ აქციებს ალექსანდრ ლუკაშენკამ და მისმა ძალოვნებმა სასტიკი ძალადობა დაუპირისპირეს მინსკისა და დიდი ქალაქების ქუჩებში. დაიწყო მასშტაბური რეპრესიები, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ასე გრძელდება უკვე 5 წელია. 2020 წლის ტრამვა ლუკაშენკას დღემდე აწუხებს. სანქცირებულ პრეზიდენტს ქვეყნის გარეთ ხშირად აკრიტიკებენ საპატიმროში მყოფი პოლიტპატიმრების გამო. ამ მხრივ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ლუკაშენკას დასავლეთთან თამაშის მცდელობაც ჰქონდა და ივლისის შემდეგ 250 პატიმარი ციხიდან გაათავისუფლა. ამნისტია შეეხო მათ, ვინც გაკეთებული კომენტარის ან სოციალურ ქსელში გამოთქმული აზრის გამო იყო პატიმრობაში. მათ ვისაც ციხეში ისედაც ბოლო დღეები რჩებოდა. ასევე ადამიანებს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობით თუ ბავშვებით.
საკვანძო ოპოზიციონერები ლუკაშენკას არ გამოუშვია და უახლოეს მომავალში ეჭვმებარება ასე მოიქცეს. ჩვენთვის ნაკლებად სავარაუდოა რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. მე ვარაუდობ, რომ ტერორის დონე არ დაიკლებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ალექსანდრ ლუკაშენკასთვის მნიშვნელოვანია მას აღიარებდნენ, ჩვენი არსებობა კი ამაში ხელს უშლის. ის მუდამ შეეცდება იპოვოს კავშირები საზღვრებს გარეთ მყოფებსა და ქვეყანაში დარჩენილებს შორის. იფიქრებს ჯაშუშულ შეთქმულებებზე, მისი ჩამოგდების მცდელობებზე, რაიონული ცენტრების დაკავებაზე უკრაინის საზღვართან და ასე შემდეგ. სწორედ ამის გამოა, რომ ხელისუფლებაში მყოფები ვერ მოვდუნდებიან. საზღვრებს გარეთაა ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ფიგურა სვეტლანა ციხანოვსკაია. საკუთარი ქვეყნიდან დევნილი ოპოზიციონერის მეუღლეც სხვა ოპოზიციონერებთან ერთად ისევ სასჯელს იხდის. სვეტლანა ციხანოვსკაიას დასავლური სამყაროს მხარდაჭერა აქვს. ის ამჟამად დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. მომდენო კვირას კი მას ბრიუსელში ელიან. ის არ ცნობს 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და მოსახლეობას მოუწოდებს ან არ მივიდნენ არჩევნებზე, ან ბიულეტენზე ყველა კანდიდატი გადახაზონ. დასავლეთს კი სთხოვს პუტინთან მოლაპარაკებებზე რუსული ჯარის გაყვანა არა მხოლოდ უკრაინიდან, ბელარუსიდანაც მოითხოვოს. მათ შორის საუბარია ბირთვულ იარაღზეც, რომლისთვისაც ინფრასტრუქტურა მოკავშირე მინსკმა და მოსკოვმა უკვე შექმნეს. პოზიტიური ცვლილებები მოხდება მაშინ, როდესაც ლუკაშენკას რეჟიმი აღარ იარსებებს. ეს კი პუტინის დამხობით მოხდება. 2020 წელს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ლუკაშენკამ არჩევნებზე დაუშვა. განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც არჩევნებზე რეგისტრაციამდე დააკავა. ციხანოვსკაია დატოვა, რადგან თვლიდა, რომ ყველასთვის უცნობ ქალს ხმას არავინ მისცემდა. თუმცა ხალხის უმრავლესობა მას მისცა ხმა. რეალურად ეს იყო ხმა ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელმაც დაღალა ხალხი. ახლა ბელარუსში ხალხი დაშინებულია. 1250 პოლიტპატიმარი მხოლოდ ოფიციალური ციფრია. არაოფიციალურად მათი რაოდენობა გაცილებით მეტია. ეს იმიტომ, რომ ხალხს ეშინია იმის თქმა, რომ მათი ახლობლები ციხეში პოლიტიკური ნიშნით არიან. ეშინიათ ერთმანეთს ესაუბრონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. პირად მიმოწერებსაც კი უფრთხიან, რადგან პოლიტიკაზე ცოლქმრის პირადი მიმოწერაც კი მათი დაკავებით დასრულდა. იყო ასეთი ფაქტიც, ექსკურსიაზე შეკრებილებს ორგანიზებულ დანაშაულში დააზეს ბრალი. ბელარუსში ახლა ყველაფერი ხელისუფლების გავლენის ქვეშაა. ბიზნესი, გაერთიანებები, არ არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა. ამიტომ ვფიქრობ, ამ არჩევნებზე ახალს არაფერს უნდა ველოდოთ. ევროპარლამენტმა უკვე მოუწოდა ბრიუსელს არ აღიაროს ბელარუსის არჩევნების შედეგები, რადგან ამ პირობებში თავისუფალ და სამართლიან პროცესზე საუბარი ვერ იქნება. პუტინის მთავარი მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკა დიდი ხანია ევროკავშირის სანქცირებულთა სიის სათავეშია, მათ შორის უკრაინაზე თავდასხმაში თანამონაწილეობის გამო. თუმცა, როგორც ჩანს, ევროპარლამენტში ჩათვალეს, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ამის შეხსენება სჭირდებათ.